შეხვედრა დოჰაში იქნება. შეხვედრა დოჰაში შესაძლოა მნიშვნელოვანი იქნება ან შესაძლოა არც იყოს. ჩვენ ამას ვნახავთ, მაგრამ ჩვენ სამხედრო თვალსაზრისით ვიმარჯვებთ. ვითხოვდი, რომ ეს თითქმის უკვე სამხედრო გამარჯვებაა. ორი დღის ურთიერთსროლის შემდეგ შეერთებული შტატები და ირანი კვლავ მოლაპარაკებების მაგიდასთან ხდებიან. და უკვე სამშაბათს 30 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტის გუნდი და ირანის რეჟიმის წარმომადგენლები, როგორც მათ განაცხადეს, კატავში გადაუდებელ მოლაპარაკებებს გამართავენ. ტრამპმა განაცხადა, რომ სწორედ ირანმა მიმართა ვაშინგტონს და გადაუდებელი შეხვედრა მოითხოვა. ან დათმობის გაცვლიდან გადაუდებელი მოლაპარაკებების გამოცხადებამდე ნაკლებია 48 საათზე. მაგრამ წინასწარ გეთქმით, რომ ამ მოლაპარაკებებში არანაირი გადაუდებლობა არ არის, რადგან ისინი სწორედ სამშაბათისთვის იყო წინასწარ დაგეგმილი. ამ გამოშვებაში გთავაზობთ ცადოდ გავარკვიოთ რა ხდება და მთავარი, ვინ იმარჯვებს აქ და ვინ მარცხდება. იცით, პასუხი ისეთი აშკარა არ იქნება, როგორც ჩანს. იმიტომ რომ გამოჩნდა ახალი დეტალები, რომლებიც შეიძლება სრულიად თავდაყირად დააყენოს ეს სიტუაცია. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ და დაწერეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი. ასევე გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი. ბუნი მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქვეა ასევე ბულები ჩემს ყველა სოციალურ ქსელზე. მოდით ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ, რადგან აქ ქრონოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი დაიწყო არა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, არამედ ირანიდან. ირანმა ხუთშაბათს ომანის მახლობლად სათურთო გემი დაარტყა, რამაც გამოიწვია აშშ-ს საპასუხო დარტყმები და კონტრდარტყმები. ირანმა ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ქუვეითში და ბაჰრეინში მიიტანა იერიში. აშშ-მ კაცრად უპასუხა. პარასკევს ამერიკელმა სამხედროებმა დარტყმები მიაკენეს დრონების სათხობებს, სანაპირო რადარებს და სარაკეტო ინფრასტრუქტურას ირანის სამხრეთში. მათ შორის ჰორმუზის სრუტის ზონაში და კეშუმის კუნძულზე. რაც შეაფასეს როგორც ძლიერი პასუხი ირანის მხრიდან საოჯრო გემზე თავდასხმაზე. ამ დარტყმის შემდეგ ტრამპმა გააკეთა მუქარა, რომელმაც ისევ ნამდვილი ომის შთაბეჭდილება დატოვა. ციტატა. შეიძლება დადგეს მომენტი, როცა ვეღარ შეძლებ გონივრულად მოქმედებას და იძულებულნი ვიქნებით სამხედრო გზით დავასრულოთ ის საქმე, რომელიც ძალიან წარმატებით დავიწყეთ. თუ ეს მოხდება, ირანის ისლამური რესპუბლიკა აღარ იარსებებს. როგორც ჩანს, ირანი ამ ტრამპის განცხადებამ არ შეაშინა, რადგან პასუხად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გამოაცხადა, რომ ზავის დარღვევის გამო ყველა დიპლომატიური პროცესი სრულად შეჩერდება. ხოლო ამერიკული ბაზები რეგიონში, ციტატა, უახლოეს დღეებში ჯოჯოხეთს გამოცდიან. აი დაიმახსოვროთ ეს. შაბათსა და კვირას ირანი მზად იყო საერთოდ გამოსულიყო მოლაპარაკებებიდან, ან მინიმუმ საკმაოდ ხარისხიანად ბლეფობდა. ანუ შაბათის საღამოსთვის და კვირის დილისთვის სურათი ერთმნიშვნელოვანი იყო. ზავი ირღვევა, ორივე მხარე ერთმანეთს განადგურებით ემუქრება და დიპლომატია თითქოს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მაგრამ ორშაბათის დილით დონალდ ტრამპი აცხადებს ამერიკული და ირანული დელეგაციების სასწრაფო შეხვედრის შესახებ დოჰაში. მაგრამ რა მოხდა კულისებში, რამაც ასე მკვეთრად შეცვალა ყველაფერი და ურთიერთდარტყმებიდან უცებ სასწრაფო მოლაპარაკებებზე გადავიდა. მოვლენებში გარკვევის შემდეგ თამამად შემიძლია თქვა, რომ ორივე მხარემ ცივი გათვლა გააკეთა. 17 ივნისს აშშ-მ და ირანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგარეების მემორანდუმს, რომელიც 14 პუნქტისგან შედგება. მან დაიწყო 60 დღიანი მოლაპარაკებების პერიოდი საბოლოო შეთანხმების შესახებ, რომელიც სამუდამოდ უნდა გახსნას ჰორმუზის სრუტე და დაასრულოს ომი, რომელიც 28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის მიერ დაიწყო. დარტყმების გაცვლამ სწორედ ამ შაბათ კვირას საფრთხის ქვეშ დააყენა ეს მემორანდუმი. ფაქტობრივად ორივე მხარე ახლა უკან დაიხია, რათა იგი გადაარჩინოს. იმისთვის, რომ რეალურად მაინც არ დაინგრეს ის შეთანხმებები, რომლებიც უკვე არსებობს ქაღალდზე, მაგრამ რა თქმა უნდა, არც ერთ მხარემ არ აღიარა, რომ პირველი დაიხია უკან, არც აშშ-მ და არც ირანმა. უკან დახევის ფორმულა იყო ესეთი საქმიანი და ცივი ფორმულა. აი ამერიკელმა ჩინოვნიკმა განაცხადა. ტექნიკური მოლაპარაკებები გაგრძელდება მემორანდუმის ყველა მიმართულებით. ორივე მხარე ჯერჯერობით იხევს უკან და გემებს შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ ჰორმუზის სრუტეში. შედეგად თეთრ სახლში მშრალად განაცხადეს, რომ მათ უბრალოდ გადაწყვიტეს შეეწყვიტათ ყველა დარტყმა ირანზე. საგულისხმოდ აშშ-ს სამხედრო ბაზების დაბომბვაზე ბაჰრეინსა და ქუვეითში პასუხი არ იქნება. და აქ არის მთავარი ნიუანსი, რომელიც ხსნის, რატო არის მოლაპარაკებები, როგორც ტრამპმა განაცხადა, სასწრაფო. და მე ვითხოვდი, რომ ეს არის ორივე მხარის შიში იმის მიმართ, რა მოხდება თუ მემორანდუმის კონსტრუქცია ახლა რეალურად დაინგრევა. თუ ცოტა უფრო შორს შევა ვინმე და ყველაფერი დაინგრევა. შეერთებული შტატებისთვის მემორანდუმის კრახი ნიშნავს სრულმასშტაბიან ომში დაბრუნებას, რომელიც დონალდ ტრამპმა საჯაროდ გამოაცხადა დასრულებულად, თანაც შეერთებული შტატების გამარჯვებით.
როგორ შეიძლება დაბრუნდე ომში, რომელიც თითქოს უკვე წაიღე? დაასრულე და რომელშიც უკვე გაიმარჯვე. ირანისთვის მემორანდუმის ჩავარდნა ნიშნავს ყველაფრის დაკარგვას, რაც ამ შეთანხმებით უკვე მიიღო და საკმაოდ ბევრიც მიიღო. ეს გვიყვანთ თავარ კითხონდე. აბა, ვინ იმარჯვებს ახლა? მოდით ქულების გავარჩიოთ. აი ვისაც მეტი ქულა აქვს და პასუხი გაგავცემთ. ინტუიცია რა თქმა უნდა გოუნება რომ ეხლა ირანი იმარჯვებს, იმიტომ რომ სწორედ ის იღებს უამრავ ბონუსს ამ ომის ფაზის შედეგად. და წიასა ვეთქვით რომ დიახ, დიდწილად ასია. მაგრამ მოდით გულწრფელად გავარჩიოთ. იმიტომ რომ თითოეულ მხარეს, როგორც აშშ-ს, ასევე ირანს, თავისი გამარჯვება აქვს. და ისინი ერთმანეთს არ გამორიცხავენ. როგორც არ უნდა პარადოქსულად ჟრერდეს, თითქოს თითოეულს შეუძლია გამოაცხადოს გამარჯვება და არც ერთი არ მოიტყუება. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსებია. დავიწყოთ იმით, რას ამბობს თავად ვაშინგტონი ამ საკითხზე. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა JJ Vance-მა, რომელიც ამჟამად პირადად აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამერიკის პოზიცია მაქსიმალურად ნათლად ჩამოაყალიბა ბილ მარის ეთერში და შემდეგ მის ციტატას მოიყვან. თუ საბოლოო შეთანხმებას მივახცევთ, შესანიშნავია. თუ ვერ მივახცევთ, მათი ბირთვული პროგრამა მაინც უკვე განადგურებულია. ისინი როგორც ქვეყანა, მაინც ბევრად სუსტები არიან. ასე რომ ჩემი პოზიცია ასეთია. ამერიკა ნებისმიერ შემთხვევაში იმარჯვებს. დიახ, სწორედ ასე ჟღერს ეს ფორმულა. ანუ JJ Vance პირდაპირ აცხადებს, რომ რაც არ უნდა მოხდეს ახლა რეგიონში, აშშ-ო ამას მაინც გამარჯვებად გამოაცხადებს. და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, იქნება შეთანხმება თუ არა. ირანი შეინარჩუნებს ბირთვულ პროგრამას თუ არა, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერ შემთხვევაში ამას გამარჯვებად გამოაცხადებენ. ეს ძლიერი არგუმენტია და სინამდვილეში მას უგულებელყოფა არ შეიძლება. რადგან სამხედრო თვალსაზრისით აშშ-მ და ისრაელმა მართლაც ძიმე ზიანი მიაყენეს ირანს. ინდონემდე რომ ომის დროს მოკლეს ირანის უზენაესი ლიდერი ხამენეი და ამ რეჟიმის საკონძო ფიგურები. და სწორედ ამას აშშ-ს ახლა შეუძლია ეს გამარჯვება წარმოაჩინოს. სრულად ავიწყდებათ ის, რომ ირანის ბირთვული სარაკეტო და უპილოტო პროგრამები გადარჩა. ირანის ყველა პროქსი ძალა რეგიონში გადარჩა. ირანმა შეძლო სანქციების მოხსნა და აქტივების გამბლოკვა. ეხლა კი ჰორმუზის სრუტის კონტროლსაც იღებს ხელში. ფაქტობრივად სრუტეს. ამასაც მალე მიუბრუნდებით. ეს ძალიან საინტერესო მომენტია. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამას აკეთებს ტრამპი. ის ამბობს: ჩვენ გავანადგურეთ მათი სამხედრო ძალა. მათ არ აქვთ სამხედრო საზღვაო ფლოტი, მათ არ აქვთ სამხედრო საჰაერო ძალები. მათი საერთოდაცო განადგურებულია, რაკეტები აღარ დარჩა და ასე შემდეგ. ანუ ამას ამერიკელები გამარჯვებად წარმოაჩენენ. ეხლა კი შევხედოთ იმავე სურათს, მაგრამ უკვე წამყვანი ამერიკული ანალიტიკური ცენტრების თვალით. და თუ ანალიტიკოსების თვალით შევხედავთ ამას, სიტუაცია სრულიად იცვლება. საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო თითქმის განაჩენს გამოაქვს. ციტატა. დონალდ ტრამპმა შესაძლოა ისიამოვნა ამერიკელი და ისრაელის სამხედროების ტაქტიკური წარმატებებით, მაგრამ დაასრულა კონფლიქტი სტრატეგიული გამარჯვების გარეშე იმ პირობებზე, რომლებიც როგორც ჩანს ირანს აძლევს ხელს. და შემდეგ ჩამოთვლილია ის, რასაც ირებს თეირანი. წინასწარი მონაცემებით ირანი მიიღებს სანქციებისგან გათავისუფლებას და ნავთობის გაბიდვას შეძლებს ურანის გამდიდრებას და არ იქნება ვალდებული დემონტაჟი მოახდინოს თავისი პროქსი ძალების ქსელის რეგიონში. და მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა გამოაცხადა ნაოსნობის თავისუფლება ჰორმუზის სრუტეში, ირანის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ 60 დღის შემდეგ ისინი მაინც დააწესებენ გადასახადს გასავლელად. აი დაფიქრდით ამ ბოლო დეტალზე. რადგან ის გენიალურია თავისი ცინიზმით. არმუზის სრუტე ომამდე ღია იყო. ის სრულიად ღია იყო. გაიხსენეთ, საერთოდ არანაირი შეზღუდვა არ არსებობდა. მაშ, რა არის მაშინ დონალდ ტრამპის გამარჯვება, რომელიც ამბობს, რომ არმუზის სრუტე გახსნა? დაფიქრდით ამ ცინიზმზე. ტრამპი ამბობს: ჩვენ გავხსენით არმუზის სრუტე და ახლა ის თავისუფალია ნავიგაციისთვის. კიდევ ერთხელ, ომამდე ის ისედაც ღია იყო, ისედაც თავისუფალი იყო. და ახლა აშშ იხდის სანქციების მოხსნით იმისთვის, რომ ისევ გახსნას არმუზის სრუტე, რომელიც ომამდე ისედაც ღია იყო. ირანმა აიღო ესეთი თეორიული ზეწოლის წერტილი და გადააქცია ის ძალიან რეალურ და ძლიერ ბერკეტად. დააკისრა დანახარჯევი მთელ მსოფლიო ეკონომიკას და ნერვები მოუშალა დონალდ ტრამპს. ანუ ირანმა დახურა ის, რაც ისედაც ღია იყო. შემდეგ კი სრუტის გახსნა უკანა გაფიდა ფულსა და სანქციების მოხსნაში. აი ეს არის მოლაპარაკებების გამარჯვების განსაზღვრება. ეს მაშინ ხდება, როცა ბოდიშით გამოთქმისთვის შენ დაამარცხე შენი ოპონენტი. მოდით კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ. ომამდე ჰორმუზის სრუტე ღია იყო. ომის შედეგების მიხედვით ირანმა გაიგო, რომ სრუტის გამოყენება ზეწოლის ბერკეტად შეიძლებოდა და ის რეალურად აქცია ამ ბერკეტადად და ამბობს: ყველაფერი ჩვენ სრუტე დავხურეთ.
ეხლა ამბობს, ჩვენ შეგვიძლია სრუტე ისევ გავხსნათ, მაგრამ თქვენ უნდა მოხსნათ ჩვენზე სანქციები, დაგვიბრუნოთ გაპინული აქტივები და ასე შემდეგ. გენიალური სვლა. გარდა ამისა, ატლანტიკური საბჭო აღნიშნავს პარადოქსს, რომელიც უნდა აღიზიანებდეს აშშ-ს და ისრაელს. თეირანის რეჟიმი არამხოლოდ არ დაეცა, არამედ სტრატეგიულად გაძლიერდა. გაუძლო მძიმე ამერიკულ-ისრაელის დარტყმას და განახორციელა ეფექტური კონტრშეტევები. ეხლა რეგიონის მრავალი ქვეყანა ირანს ეფირფერება, ცდილობს შეამციროს დაძაბულობა და ეს აჩვენებს საითაც ქარია ამჟამად. რაც შეეხება ბირთვულ საკითხს, რაც ყველაზე მთავარია სხვათა შორის, აშშ-ის გამარჯვება მირაჟად იქცა. არანაირი შეთანხმება არ არსებობს, გარდა იმისა, რომ დაპირებულია გამდიდრებული ურანის მარაგებზე მოლაპარაკებების გაგრძელება. ირანს კარგად ეხერხება ასეთი მოლაპარაკებების გაჩიანურება და პროცესში დათმობების მიღწევა. გახსენებთ, დონალდ ტრამპის მიერ ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ 2018 წლიდან მთელი ეს 8 წელი ამერიკა ირანთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ბირთვული შეთანხმების აღდგენაზე. 8 წელი. და ირანს 8 წლის განმავლობაში გამოსდის ამ პროცესის გაჩიანურება. ხან თითქმის დაეთანხმებიან, მერე გადაიფიქრებენ, მერე კიდევ რაღაც პირობებს აყენებენ და ასე შემდეგ. ფაქტობრივად, აი ესეც პასუხია კითხვაზე, ვინ იმარჯვებს. JD Vance მართალია იმაში, რომ ირანი სამხედრო თვალსაზრისით დასუსტებული, მაგრამ ანალიტიკოსები მართალნი არიან იმაში, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ირანი პუნქტ-პუნქტად აჯობებს შეერთებულ შტატებს. ფული, ნავთობი, ურანი, ჰორმუზის სრუტე, პროქსი ძალები, ან თითქმის ყველაფერი მის ხელში რჩება. ეს არ არის ან არა. ეს არის სიტუაცია, სადაც ირანი, რომელიც თითქოს და დამარცხდა ბრძოლის ველზე, საბოლოოდ მაინც მოიგო მშვიდობა თავისთვის. ვინ დამარცხდა აქ? სამწუხაროდ, თუ ამ ომში ერთმნიშვნელოვან დამარცხებულს ვეძებთ, ეს ისრაელი. აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმება სერიოზული დარტყმაა ისრაელისთვის და პირადად ნეთანიაჰუსთვის, რომელიც ირანს ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს. ომს ფართო მხარდაჭერა ჰქონდა ისრაელში, ხოლო ნეთანიაჰუს ძალიან რთული არჩევნები ელის უახლოეს თვეებში. ხოლო ნეთანიაჰუმ, რომელმაც ისრაელი ომში ჩააბა თეირანში რეჟიმის შეცვლის ლოზუნგით, მიიღო რეჟიმი, რომელმაც გაუძლო და გარკვეულწილად კიდევ უფრო გაძლიერდა. და სწორედ ისრაელი ეხლა მთავარ საფრთხეს მთელი ამ შეთანხმებისთვის. აქ საუბარია ლიბანში არსებულ სიტუაციაზე. აქ საერთოდ ფუნდამენტური წინააღმდეგობაა ჩადებული, რომელიც უკვე არსებითად ანგრევს შეთანხმებას აშშ-სა და ირანს შორის. მისი დასაწყისშივე. სამხრივი შეთანხმება, რომელიც პარასკევს გაფორმდა, არსებითად ეწინააღმდეგება 14 პუნქტიან მემორანდუმს. იმიტომ რომ ირანისა და ჰიზბოლას ვერსიით, მემორანდუმი ითვალისწინებს ომის დასრულებას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანშიც. მაგრამ ისრაელი კატეგორიულად უარს ამბობს თავისი ჯარების ლიბანიდან გაყვანაზე. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა კაცმა მკაცრად გამოაცხადა, არ იქნება არც გადანაცვლება, არც ისრაელის ჯარების გაყვანა სამხრეთ ლიბანიდან, სანამ ჰიზბოლა არ განაიარაღდება მთელ ქვეყანაში. გარდა ამისა, მან გაამჟღავნა განადგურების მასშტაბები და თავისი მზადყოფნა ომში დაბრუნებისთვის. ისრაელმა გაანადგურა 100 სოფელი ლიბანის საზღვრის დასავლეთ ნაწილთან და დაახლოებით 73 დანარჩენ ნაწილში. ლიბანის სამხრეთიდან გადაადგილებულ 200,000 მცხოვრებს სახლში დაბრუნების უფლებას არ მისცემენ. ისრაელი მზად არის განაახოს ომი ირანთან, თუ ტრამპი მოლაპარაკებებს წარუმატებლად ჩათვლის. ანუ ირანი მოითხოვს სრულ გასვლას, ისრაელის გასვლას ლიბანიდან, როგორც საბოლოო შეთანხმების პირობას. ისრაელი არ წავა, სანამ ჰიზბოლა განიარაღებული არ იქნება. ხოლო ჰიზბოლას საკმარისია ერთი რაკეტა ისრაელის ჩრდილოეთისკენ, რომ მთელი ეს კონსტრუქცია დაინგრეს. ვინ იგებს ასე თქვა ჩუმად? ეს არაბული მონარქიებია. ტრამპის შეთანხმება ირანთან უზარმაზარი შვებაა სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნებისთვის, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს ირანული თავდასხმების ძირითადი დარტყმა და უმძიმესი ეკონომიკური შოკები. ბარეინი, ერაყი, ქუეითი, კატარი ფაქტობრივად არ ჰქონდათ ალტერნატივა ჰორმუზის სრუტის გარდა ნავთობის საზღვაო ექსპორტისთვის და განსაკუთრებით სარგებელს იღებენ ნავთობისა და გაზის კრიტიკული მიწოდების ართიანისგან. რატო არ ახსენე ემირატები და საუდის არაბეთი? იმიტომ რომ მათ მაინც აქვს ალტერნატიული მარშრუტები და საუდიდებმა განსაკუთრებით აჩვენეს, რომ მათ შეუძლიათ პრინციპში ჰორმუზის სრუტის გარეშეც გაძლო. და აი ამ ჩამოთვლილი ქვეყნებისათვის ნებისმიერი მშვიდობა მაინც უკეთესია, ვიდრე ომი მათ ყურბულზე. მაგრამ აქაც არის ესეთი მწარე გემო შეერთებული შტატებისთვის. სპარსეთის ყურის ქვეყნები ამ ომზე არ მოუწოდებდნენ, მაგრამ სწორედ ისინი ახლა იძულებულნი არიან გაუმკლავდნენ შედეგებს. და როგორც ჩანს, აშშ-ს დახმარების გარეშე. რადგან მემორანდუმის მიხედვით ამერიკული ჯარები ირანის გარშემო მდებარე რეგიონებიდან საბოლოო შეთანხმებიდან 30 დღის განმავლობაში გაიყვანება. და ესე ძალიან საკამათო პუნქტია, იმიტომ რომ ირანელები
ამერიკული ჯარების გაყვანას დაჟინებით მოითხოვენ. ამერიკული მედია უკვე წერს გეგმებზე, რომ ჯარები ქუეითიდან და ბარეინიდან ისრაელში გადაადგილდეს. და ამას რაც გამარჯვებად მოიხსენიებენ. თითქოს ეს სტრატეგიულად გონიერი გადაწყვეტილებაა. დონალდ ტრამპი ომის დიდი სტრატეგია. მან გადაწყვიტა, რომ ნამდვილად საჭიროა ამერიკული ჯარები გამოიყვანოს ირანული რაკეტების დარტყმის ზონიდან, რომლებიც თითქოს უკვე გაანადგურა. და ეს ყველაფერი ისრაელში გადაიყვანოს. და ფაქტობრივად მათი საფრდენები სპარსეთის ყურეში უბრალოდ ნადგურდება. ეხლა კი მოდით ეს მთელი სურათი ერთად შევკრათ. სასტრაფო, ასე ვთქვათ, სასტრაფო მოლაპარაკებები, რომლებიც დონალდ ტრამპმა ესკალაციის შემდეგ დაანონსა. ეს არც გარღვევა იყო და არც კაპიტულაცია, არც ერთი და არც მეორე. ეს არის ორივე მხარის აღიარება იმისა, რომ მათ საერთო ინტერესი აქვთ შეინარჩუნონ ეს მკიფე ნახევრად შემდგარი მემორანდუმი. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურთ ახალი ომი, რომელიც უკვე მოგებულად გამოაცხადეს. ხოლო ირანს უბრალოდ არ უნდა უკვე მიღებული ტრაფეის დაკარგვა. აქედან მოდის დონალდ ტრამპის რიტორიკის მკისიერი ცვლილება ირანის განადგურების მუქარიდან, კატარში სასტრაფო შეხვედრამდე. მაგრამ როგორც ამბობენ, არ ღირს გამძლეობაზე მოტყუება. თვითონ JD Vance-მაც კი აღიარა, რომ ზავი ყოველთვის ცოტა ბინძური იქნება, როცა ირანელებთან გაქვს საქმე. ეს მისი ციტატა. სტრუქტურული წინააღმდეგობები არსად გამქრალა. ირანი მაინც აპირებს არმუზის სრუტეში გალვაზე გადასახადის დაწესებას 60 დღის შემდეგ. ირანი ჯერ არ აბრუნებს თავის გამდიდრებულ ურანს. ისრაელი არ ტოვებს ლიბანს. ბირთვი საკითხი გადადებულია გაურკვეველი ვადით. სადაც როგორც ანალიტიკოსები აფრთხილებენ, ირანს დროის გაწევა და დათმობების მიღება კარგად ეხერხება. უკვე შეიძლება ითქვას, რომ ამ მემორანდუმის 60 დღის შემდეგ დონალდ ტრამპი მას კიდევ ერთ პერიოდით გაახანგრძლივებს. და მოკლედ ეს მოლაპარაკებები ისევ უსასრულოდ გაგრძელდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ მომენტამდე ირანი 8 წლის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს აშშ-თან ბირთვული შეთანხმების აღდგენაზე. 8 წლის განმავლობაში ისინი ვიღაცას უბრალოდ დროის გაყვანით იკავებდნენ და საბოლოოდ არაფერი გადაწყვიტეს. ამიტომ მემორანდუმი თუ მას არ მოხვდება სრულფასოვანი შეთანხმება, არასტაბილური იქნება და თავისთავად შენარჩუნება შეუძლებელი იქნება. და არმუზის სრუტეზე ცალკე შეთანხმების გარეშე აშშ ადვილად შეიძლება ისევ ომში ჩაეთრიოს ირანთან. ამიტომ თუ უპასუხებთ კითხვას, ვინ იმარჯვებს და ვინ მარცხდება, მე ასე ვიტყოდი. ტაქტიკურად იმარჯვებენ აშშ-ში და ისრაელი, რომლებმაც რეალურად დააზიანეს ირანის სამხედრო ძალა. არ გაუნადგურებიათ, მაგრამ ძალიან დაასუსტეს. სტრატეგიულად და მოლაპარაკებების მაგიდასთან იმარჯვებს ირანი, რომელმაც გაუძლო, რომელიც გაძლიერდა, რომელმაც შეინარჩუნა თავისი გამდიდრებული ურანი და პროქსი ძალები, ჰიზბალა, ჰამასი, იემენის ჰუსიტები და ერაყის შიიტები, რომელმაც მიაღწია სანქციების მოხსნას და აქტივების გამბლოკვას. და კიდევ, არმუზის სრუტის გახსნა უკან გაპიდა რეალურ ფულზე. მიუხედავად იმისა, რომ ის ისედაც ღია იყო. JD Vance ამბობს, რომ ამერიკა ნებისმიერ შემთხვევაში იმარჯვებს. და ეს მართალია, მაგრამ ზუსტად ნახევრად. რადგან ირანიც ნებისმიერ შემთხვევაში იმარჯვებს. და ეს ორი გამარჯვება ერთდროულად არსებობს. ან თითოეულ მხარეს შეუძლია თქვას, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. ომი დასრულდა იმით, რომ ორივე მხარეს შეუძლია თავის ხალხს ტრიუმფი გამოუცხადოს. თავის ხალხს გამარჯვება გამოუცხადოს. და ეს არის საუკეთესო ნიშანი იმისა, რომ სინამდვილეში არაფერი დასრულებულა. ამ ეტაპზე ამ ომში უბრალოდ არ არსებობს მკაფიო გამარჯვებული. და ეს ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან აშშ და ირანი ისევ მივლენ ურთიერთდარტყმებამდე. ან წლების განმავლობაში ისევ გააგრძელებენ ამ მოლაპარაკებების გაწევას. აქ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ მოწონების დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ნებისმიერ დონაციით დახმარება ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობა. და ეს მართლაც ძალიან მარტივია. ეს არის ირანის ბირთვული განიარაღება. ჩვენ არ გვინდა რომ მათ კონდეთ ბირთვული იარაღი და მათ არ ეკნებათ ბირთვული იარაღი. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ისინი ამას დაეთანხმენ. და ეს მართლაც ძალიან მარტივია. ეს არის ირანის ბირთვული განიარაღება. ჩვენ არ გვინდა რომ მათ კონდეთ ბირთვული იარაღი და მათ არ ეკნებათ ბირთვული იარაღი. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ისინი ამას დაეთანხმენ.